აი 4 მიზეზი, რატომაც არ გაქვს ენერგია და რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ მოაგვარო ეს პრობლემა. პირველი, ის რასაც ჭამ, გართმევს ენერგიას. დილით არაფერს ჭამ, მერე კი მთელი დღე ტკბილეულს და ყავას მიირთმევ. შაქარი და კოფეინი გაძლევს სწრაფ ენერგიას. შემდეგ კი შენი ენერგია ეცემა. თუ გიყვარს ყავა, დალიე ის გაღვიძებიდან 90 წუთის შემდეგ, უშაქროდ და მიიღეთ სილებით, ჯანსაღი ცხიმებით და უჯრედისით მდიდარი საკვები. გაღვიძებიდან 3-4 საათის შემდეგ. მანამდე კი დალიე რამდენიმე ჭიქა წყალი. მეორე, ქრონიკული სტრესი. სტრესი არ არის მხოლოდ ემოცია. ის აზიანებს შენს ორგანიზმს. თუ ორგანიზმში კორტიზოლი მაღალია, მთელი შენი სხეული გადაღლილია. გამოყავი დღეში 5 წუთი და გააკეთე სუნთქვის ვარჯიშები. ან გადი გარეთ და ისეირნე. მესამე, ნაკლები მოძრაობა უდრის ნაკლებ ენერგიას. თუ მთელი დღე ზიხარ, ენერგია საიდან უნდა გქონდეს? 10 წუთიანი სიარულიც კი საკმარისია იმისთვის, რომ აჩქარდეს სიცხლის მიმოქცევა და ტვინს მიეწოდოს ჟანგბადი. მეხუთე, ცუდი ძილი. ღამით, მაშინ როცა ოთახში სინათლე არანთია, ტელეფონი გიჭირავს, ეკრანისგან გამომავალი ლურჯი შუქი ანადგურებს შენს ძილის ჰორმონს მელატონინს. დააყენე ტელეფონზე ეგრეთ წოდებული night shift და არ გამოიყენო ტელეფონი შუქ-ჩამქრალ ოთახში. ენერგია არ არის სიღბალი. ის დამოკიდებულია შენს ყოველდღიურ ჩვევებზე. გაიღვიძებ თუ არა ეგრევე დაღლილობას განიცდი?